რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობ ჩვენ პოლიტიკურ პატიმრებზე და 91 კაციან სიაზე და აქ არ არის მიხეილ სააკაშვილი, არანაირი პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გამართლება ამ ამბავს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ორგანიზაციაც კი ამ ანტიმიშა კამპანიას თავს ვერ ანებებს, რის გამოც უბრალოდ საკუთარ თავს იზიანებს, საკუთარ რეპუტაციას იზიანებს, თორემ ამ ისტორიულ ფაქტს და მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი გახავთ არამხოლოდ პუტინის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არამხოლოდ ივანიშვილის, არამედ პუტინის მათ შორის თავარი ოპონენტი მთელ რეგიონში და საქართველოში და არის პოლიტიკური ტყვე, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვერ შეცვლის, მით უმეტეს, როცა ევროსაბჭოს რაღაც კრიტერიუმებზეა საუბარი, ევროსაბჭოს ძალიან ბევრ რეზოლუციაში კაფიოდ, ხაზგასმით ცალკე არის აღნიშნული მისი პოლიტიკური ტყვეობის შესახებ. მეგობრებო, რომ გითხარით, მე და მე ჩაიკითხეთ რა ამ თემაზე. მაგრამ თუ და უპასუხებ რაც აქვს მაგ კითხვას მარტივად და მე გადავიდე. ძალიან ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მარტივი გასაგებია, რომ ეს ხალხი ამ მენტალურ კლიშეს ვერ გაექცა ანტიმიშას კამპანიის, რომელშიც ისინი საყოველთაოდ 2012 წელსაც იყვნენ ჩართულები, 2012 წელს ზუსტადაც რომ არასწორ ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა ივანიშვილის აი დასავლური საბრუელის ქვეშ მოსვლაში და სამწუხაროდ დღემდე აგრძელებენ ამ ანტიმიშა კამპანიას, რომელიც მათთვისვე არის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი, როგორც ხედავენ, როგორი დევნის ქვეშ არიან ისინი, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ გაჯიუტებულები არიან საკუთარ შესწავლაში. გუშინ შენდის ქუჩაზე მომხდა სროლთან დაკავშირებით, რომ გითხრათ 4 ადამიანი დაჭრეს და სახედოთ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. 2012 წლის შემდგომ, აი თავისუფალად სუნთქვის ფარგლებში აღდგა ის კრიმინალური ქსელები, რომელიც იყო განეიტრალებული ჩვენი ხელისუფლების დროს და სწორედ რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობა და მისი რეჟიმის რომ კრიმინალური ქსელები აღორძინდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ კრიმინალი თანამშრომლობს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან საარჩევნო პროცესში არის აქტიურად ჩართული და საბოლოო ჯამში კრიმინალის ესეთი თავისუფალი პარპაში ამ ქვეყანაში და კრიმინალის ასეთი ზრდა უკავშირდება სწორედაც რომ აი ამ პოლიტიკას ივანიშვილის და მისი რეჟიმის. ომისის თავს დაესხნენ დღეს ჩაბარდა პოლიციას და ეს რა შეეძლო. ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ ოცნების კიდევ ერთი ორკესტრირებული შეტევა ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც გამოირჩეოდა ერთკაციანი საპროტესტო აქციებით მათ შორის და დაიწყეს მისი გაშავება, დისკრედიტაცია, შეაძულეს ჯერ ცადეს მათ შორის ყველა პროპაგანდისტული საშუალების გამოყენებით ეს ადამიანი შეაძულეს, ასე ვთქვათ, საკუთარ მრევლს ბჭყალებში იმისთვის, რომ მერე ლეგიტიმაცია მოახდინათ ამ ადამიანის ცემის. ეს ხშირად მომხდარა და სამწუხაროდ ეხაც იგივე ვიხილეთ და გასაგებია, რომ ეს ადამიანი უბრალოდ მთელი სისტემის აი ამ ორკესტრირებული შეტევის ობიექტი გახლავთ და კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ეს რეპრესიული მანქანა ძალადობს კონკრეტულ ადამიანზე და იყენებს ტიტუშკებს, რაც არის ძალიან სამარცხვინო ინსტიტუტი ზოგადად ამ ქვეყანაში. ერთი წუთით რა. დიპლომატია უნდა იცი მათ თუ რას ამბობთ. აი მე მოვუკვირდა მაშინ. მე დავუკვირდა. დიპლომატიურ კორპუსს. ეხლა გაცემასაც ამბობთ. დღეს სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე. პოლიტიკოსების პროცესები რო არის. რას მალოს ანუ ქართული ოცნება რატომ არის ეს უფლება რომ დაესწრო? ხო, ნუ გასაგებია რომ ვართ ბარბაროსული ქვეყანა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც სამწუხაროდ არ უშვებენ. ხო, ეს უნდა გვანახოს ივანიშვილმა და ამას არ უნდა შევეგუოთ. ბარბაროსული ქვეყანა შემდგომში არ ვართ და ამიტომაც უნდა გადაიღოს კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოხდეს. არ შეეფერება ქართულ ხალხს ეს რეჟიმი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ანუ არათუ დიპლომატიურ კორპუსს, საკუთარ მოქალაქეებსაც კი არ ანახებს სასამართლო პროცესებს. რატომ? იმიტომ რომ არის იმდენად აბსურდული საქმეები, იმდენად მტკიცებულებების გარეშე ტარდება ყველა სასამართლოს ხდომა, რომ არ უნდათ რომ ეს იხილოს ფართო საზოგადოებამ და მათ შორის დიპლომატიურმა კორპუსმა. გერმანია საქართველოს, ანუ დღეს საქართველოს ერთში გერმანიაში წმინდა სიგელს გადასცემს გერმანიის პრეზიდენტს ქართულ ოცნებაში პიტერ ფიშერს ადანაშაულებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებაში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ გადაიჭირდება თორე ურთიერთობები საქართველოს და გერმანიის შორის ქართული ოცნების პირობებში. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობ ჩვენ პრობლემებზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და გერმანიის შორის, საქართველოს და ამერიკას შორის, აქ ბატონი ელჩი ფიშერი ან ბატონი სენატორი ულსონი ან ნებისმიერი სხვა ოცნების პროპაგანდის მიერ გაშავებული ადამიანი კი არ არის დამნაშავე, დამნაშავე გახავთ ივანიშვილის რეჟიმი. და ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი არის ერთადერთი გზა ურთიერთობების გადმოსასწორებლად, იმიტომ რომ ივანიშვილი არ აპირებს უარის თქმას დიქტატურის დამყარებაზე, არ აპირებს უარის თქმას დასავლეთის მუდმივ ლანძღვაზე და კრიტიკაზე, ამიტომაც ერთადერთი ინსტრუმენტი, ერთადერთი გზა არის არა გარკვეულია თქვა საკადრო ცვლილებები, რომელიც ნებისმიერ მხარეს განხორციელდება, არამედ ამ სისტემის დემონტაჟი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია
ივანიშვილის ოცნება, რომ აი ამ რაღაც გარკვეული ტექნიკური დეტალების გამომზეურებით ცდილობს იმის ილუზიის შექმნას, რომ თითქოს და იქ გადატვირთვასთან ახლოს არიან. გადატვირთვა მოხდება მაშინ, როდესაც ევროპული ინტეგრაციის კურსზე დაბრუნდება ქვეყანა, როდესაც ქვეყანაში სანქცირებული მთავრობა აღარ გვეყოლება და როდესაც ურთიერთობა აღდგება ყველა ჩვენ პარტნიორთან და მანამდე ხა რაღაც გარკვეული ტექნიკური დეტალებით ასე გაპიარების სურვილი არის ამ ძიმე მდგომარეობის გამოხატულება. გუშინ მარიამ ქრივიშვილმა თქვა, რომ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტით ჩინური კომპანია დაინტერესდა. ვაზიანში, სადაც ნატოს საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა, რა განაცხადა აეროპორტის აშენება, თანაც ჩინური კომპანიის ეს რა განაცხადა. როცა ვსაუბრობ ჩვენ ვაზიანის საწვრთნელ ცენტრზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საქართველოს და ამერიკის უსაფრთხოების თანამშრომლობის ასე ვთქვათ ურთიერთობებში და როდესაც აქ უკვე განცხადება კეთდება იმის თაობაზე, რომ ჩინური კომპანია დაინტერესებული, ეს კიდევ ერთხელ გამოხატულება იმის, თუ სინამდვილეში ვის მხარეს დგას ივანიშვილის ოცნება, როგორ ანტიამერიკულ კამპანიას, ანტიამერიკულ პოლიტიკას აწარმოებს და როგორ სურს მთლიანად განდევნოს ცივილიზებული სამყარო რეგიონიდან და შემოუშვას ავტორიტარული ბანაკის ქვეყნები, მათ შორის გასაგებია რომ შეიძლება კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს ჩინეთთან, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა სტრატეგიული მიმართულებით ჩაიხსნას ამერიკა და შემოვიდეს ჩინეთი. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი და არაერთი პოსტი, სადაც საუბარი იყო, რომ ეს არის კონკრეტული მედიების ბრალი, ესე ამბობდნენ. ამის გარდა ჩვენ ნახეთ ეს მედიას აბრალებს თქვენს არა, მაგრამ მარტო ეს თვითონ ოცნების ბრალია თელი მის პროპაგანდის. რომელიც ვიდეო აგიხსნით მაშინ. ანუ ის ვიდეო რომელიც იმერეს და თვითონაც არის რაშუაში არის აქ მედია. აგიხსნით. ამბობს რომ ნოდარდუბადის გიმების გამომხდა თავდასხმა. ხო, აგიხსნით რაშუაშია. გასაგებია, ხო აგიხსნით. ჩოხაზეც იყო განცხადება, ხოლო დუბადეზე არა, თუ დუბადეზე აკეთებს მაგალითად აქცენტს დავასრულებ კითხვას ერთად, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად სხვა რამეს გულისხმობდა, თავადაც ასე ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას დაუკავშირდით და არ გვიპასუხა, რომ ჩაგვეწერა მისი პოზიციის გაშვება სრულდა ეთერში, ამის ფონზე იყო კიდევ სხვა განცხადებები, მაგალითად მოხუცებებზე, მაგალითად ჩოხაზე და სხვა საკითხებზე, რაც ასევე მის გადაცემაში გავიდა. რაშუაში არის აქ ტელევიზიების მიერ გაშუქებული სიუჟეტი. ყველა ხდება რაშუაშია, მაგრამ მაინც აგიხსნით. როცა საუბარი არის ოცნებაზე, კარგად ვიცით, რომ ოცნებას ყავს ტიტუშკები, ყავს სამთავრობო მედია, რომელსაც იყენებს კონკრეტული ადამიანის გაშავება ხდება, დისკრედიტაცია ხდება, მე ერთობიან ხოლმე საქმეში ტიტუშკები. ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, ასე მოიხსნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სადარბაზოებთან დახვდნენ და არ გამოუძიებიათ ეს საქმე, გვახსოვს ხო, რამდენ ადამიანს დახვდნენ ერთმანეთს პარალელურად ორკესტრირებულად და ყოველთვის ამ ელემენტი არის პროპაგანდისტული მედია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ივანიშვილისთვის, ხო? ამ ყოველდღიური საუბრით ახლა არ არის ყოველდღე სვამდით კითხვებს, ყოველდღე ატრიალებდით ამ თემას, ხდება ხოლმე ადამიანის გაშავება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ნაწილისთვის მაინც საზოგადოებისთვის იყოს მისაღები ბჭყალებში, რაც სამწუხარო თუ არის ასეთი რამ, ადამიანის გალახვა და ცემა ესეთ მდგომარეობაში. მისი საუბარი გადიოდა ეთერში, მისი საუბარი არის გაშავების გითხარით. თავად ამბობს? კი ბატონო, დიახ. ხმა არ იყო გადადებული ვირბადანი. არა. მისი სიტყვები გადიოდა ეთერში. თქვენ როგორ აშუქებთ ამას, ხო ყველამ კარგად ვიცით, ხო ნახეთ. როგორ აშუქებთ და არ ხდებოდა ამ ადამიანზე ყოველდღიურად აქცენტის გაკეთება, მის ამ ასე ვთქვათ, დისკრედიტაციის კამპანიაში ყოველდღიურად იყავით ჩართულები, რის საბოლოო მიზანიც იყო ის, რომ ადამიანის რაღაც ნაწილისთვის მიუღებლობა გაგეჩინათ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ფიზიკური ამ ადამიანზე ფიზიკური ძალადობა მოხდარიყო. არაერთხელ გვინახავს ეს ხო პირველად არ ვნახეთ, ახლა არ ვიცი, თავსად ყვებთ ახლა რა ვიცი, ანუ აბა რა ვიცი, ხო ესე არის, თუ ერთ ადამიანს ირჩევთ, ამ ადამიანთან დაკავშირებით ხდება მუდმივად და ოპერირება ყოველდღიურად კითხვასოთ, მე ამ ადამიანს ან სახთან ხვდებიან, ანიჭერენ. ხო. ანუ სიუჟეტი ადამიანებზე გეკეთებოდა და მე რატო ვიბრაზდები, კაცო? თავრობას უნდა გაუბრაზდეთ, რომ ესე ამ ამბავში გიყენებთ. მე რატო ვიბრაზდები? ნახეთ, არა, ვიბრაზდებით, იმიტომ რომ სინამდვილეში ხდებით რომ მართალი ვარ. მაგიტომ მიმართებით. არა, ნუ აშკარად ჩანს რომ გაბრაზებულები ხართ და რატომ მეუბნებით ამას? არა, ნუ გაბრაზებული ხარ, თავს ვთქვა, ნუ როგორც ეხა მაგაში ხართ მართლები, ისე ხართ მართლები იმაში რომ არანაირი წვლილი არ მოგიწევთ. მართლა ვერ ხვდებით რომ ან თქვენი პროპაგანდისტული საშუალებით ხდება ხოლმე ადამიანის ინტონეზე გაშავება. ქარდებიდან დაწყებული სატელევიზიო მისი განცხადებები იყო თუ არა ეთერში. აი ეს რა შუაშია? მე მაგ სხვა რაღაცას გეუბნები. თავის საუბარი, რასაც საუბრობთ. სხვა რაღაცას გეუბნები. ნახეთ,
იყო თუ არა ვიცი არა სხვა რაღაცას ეხლა თქვენ რა არასწორად აბამთ საკითხებს და ეხლა რასაც გინდათ იმას ვარ გავუმეორებ არაფერ შუაში არ არის ეგ საბოლოო ყოველდღიურად ხდებოდა ამ ადამიანზე აქცენტის გაკეთება ყველა სამთავრობო პროპაგანდისტული საშუალების მიერ მათ შორის სოციალურ ქსელში მათ შორის ტელევიზიაში რითაც ხდებოდა ამ ადამიანის იმ დონეზე გაშავების სპეცოპერაცია რომ მე ტიტუშკებს ეცემათ ეს მომხდარა არაერთხელ და პირველად არ გვინახავს და არ ვიცი თუ არ გინდათ ამ სისტემაში და ამ ფუნქციით ოპერირება შეგიძლიათ უარი თქვათ მე არაფერ შუაში არ ვარო ამას აკეთებ მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ თავრობის ინსტრუქცია რომელსაც ასრულებს ხოლმე სხვადასხვა ანუ ნაწილი ამ სამთავრობო ქსელის და საბოლოო ჯამში ვიღებ ხოლმე იმას რომ ამ ესეთ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან ონის ეს განცხადებები ონის ოქრეშუს აი საცემი იყო გასაგებია თქვენი პოზიცია აბა რა ვიცი რას მე გიცეთ აგიხსენით უკვე არაერთხელ ონის ოქრეშუს განცხადებები ნუ არ გაკონყოფილებ ჩემს პასუხს სხვა კითხოთ უკვე დამისვით ის ოფისში კითხა გიპასუხეთ მაგრამ ის ოფისში მეუბრუნდები მაშინ როცა ფიშერი იყო გერმანიის ელჩი ნახეთ რომ ეს რაც თქვენ თქვენ ტექნიკური ხარჯი იყო საკმაოდ დიდი ხანი და მხოლოდ საქართველოს მიმართებაში ან რუსეთის შემთხვევაში განაახეს მონაცემები ეხლა როცა შეიცვალა ელჩი განახლდა პრეზიდენტი მონაცემები და ასე საგარეო თვითონ რომ ფიშერი იყო რაღაც პროგრამაში და ასევე ის თვითონ რომ დადებითი ნაბიჯები იქნება მაშინაც ფიშერი იყო აღარ არის ну არ თუ სურს ვიღაცას თავი მოითხოვს რომ ფიშერი იყოს პრობლემა და ეხლა აღარ იქნება ეს პრობლემა გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში თავი მოითხოვოს დროებით იმიტომ რომ მალე ნახავს საბოლოო ჯამში რომ არაფერი გადატვირთვა არ მოხდება იმიტომ რომ დიქტატურის ჩაბეტონება ივანიშვილის მხრიდან გრძელდება თუ ვინმეს თავის მოტყუება სურს მოითხოვოს მე ახლა რა ვიცი ვერ ვიხსნი ამ შემთხვევაში ადამიანს ასეთი ფუჭი იმედების და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ხშირად თუნდაც განცხადებასთან დაკავშირებით ხელისუფლება აკრიტიკებდა საერთაშორისო გამჭვირვალობას თქვენ ხშირად თუმეტქვერდით და იცავდით და ამბობთ რომ ის არის კანკი რეგულაციის ორგანიზაცია აი ახლა რა შეიცვალა ამ შემთხვევაში არ შეცვალა რა ჩვენ 2012 წელსაც ვიზახდით რომ ეს ხალხი კაცო ოცნების მოსვლაში ხელს უწყობდა ოცნებას ეს ყველამ გარკვეულწილად ჩვენ უბრალოდ ვართ დემოკრატიული მიდგომების ფონდი კი მათ შორის ხო არო გიბასკოთ თუ შეიძლება ხო გიბასკოთ დემოკრატიული სტანდარტების მომხდარ ნახეთ შეიძლება ადამიანს არ ვეთანხმებოდეთ მაგრამ როგორც ცნობილი გამონათქვამი არსებობს მზად ვარ თავი გავწიროთ იმისთვის რომ ამ ადამიანს ამ არასწორი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეს თუნდაც ანუ ჩვენ როცა საუბრობთ რომ ბევრი შეცდომა დაუშვია და უშვებენ ეხლა შეცდომას იმას არ ნიშნავს უნდა აუგზავნოთ რაღაც გამდევნოთ და აღარ იარსებონ ეს არ არის ჩვენი გადაჭრის მეთოდი უბრალოდ ჩვენ ვამხელთ და ვიზახით სიმართლეს მიხეილ სააკაშვილს იგივეზე გავახსენებ რომ მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო გამჭვირვალობას იმის გამო რომ პოლიტპარტნიორთა სიაში არ შეიყვანეს არაგულწრფო და არადეპო გრანტი ჭამიებს უწოდებს და ამბობს რომ მათი ქმედება სამართლიანია თქვენ ეთანხმებით თუ არა თქვენს ხვიტებს ზოგადად მიხეილ სააკაშვილის ამ ზოგად პოზიციას რა თქმა უნდა ეხლა ვორდინგი ყოველას თავისი აქვს მაგრამ ზოგად პოზიციას რა პოზიციასაც ატარებს ეს სტატუსი სრულიად ვიზიარებთ მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაზიარებული ჩვენდა სტატუსი იმიტომ რომ აბსოლუტურად ვეთანხმები იმას რომ ეს ორგანიზაციები არასამთავრობო ჯერ 2012 წელს შეცდნენ მოიყვანეს დასავლური საბურველის ქვეშ ოცნება და განაპირობდეს ის რომ მათ შორის დასავლეთში ცდარი წარმოდგენა შექმნეს რომ ოცნება თვითონ და პროდასავლური ძალა იყო მერე წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ ძალიან აქტიურად ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან და ეხა მაშინ როდესაც დევნილობაში იმყოფებიან მაშინაც აგრძელებენ ანტიმიშა კამპანიას ეს არის რა თქმა უნდა გაუგებარი ამბავი უსამართლობა, კადნიერება და გაუმართლებელი ყველა მიმართულებით. ლიგაურის ორგანიზაციის ქმედებას როგორ შეაფასებთ? როგორ შეაფასე ესე რამდენჯერმე შეაფასე? აი, მე მითხრათ რომ მიხეილ სააკაშვილმა როგორ შეაფასე? წერია რომ NGO-ების საბუთი პოლიტიკის განახლებაზე, თუმცა თავადოდ 15-20 წელი არიან მართლობაში და დიქტატურაზე ისაუბრა. თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხარით და კითხოთ უთხრება ზოგადად ამ არასამთავრობო. არა, ნუ ზოგად ბოდიში კითხოთ კიდევ თქვენი კონტრარგუმენტი რა იქნება რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკა. კონტრარგუმენტი რა არის თქვენი რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო აბსიაში. ველი მათი ვერსია არა, ამას რამდენჯერ ვიპასუხეთ უკვე, მართლა სამჯერ ვიპასუხეთ უკვე. აი, ამაზე ვიპასუხეთ, მაშინ აი ეს რომ 15 წელი კაბინეტი იგივე რამბოში და დიქტატურა არის თუ არა თქვენი შეფასება. არა, ნუ ეხეთ რა როგორ არის, როცა ადამიანების ჯგუფი ააკეთებენ აქცენტს სხვაზე და თხოვენ იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ, ეს უბრალოდ გაუგებარი სტანდარტი გახავთ, ეს ერთი. და მეორე ეხეთ ჩვენ საერთოდ არ დავინტერესდებით არაფრით ამ შიდა მართლობით ასე შემდგომ იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ მეორებ არ გააცნობიერებენ რომ ამ ყველაფრით საბოლოო ჯამში ზიანდება ეროვნული ინტერესი, იმიტომ რომ როცა ათმიშა კამპანიას აწარმოებ, არა მხოლოდ რაღაც სამართლებრივი ნაწილი აქვს, უნდა იყოს. აქვს მორალური ნაწილიც, აქვს პოლიტიკური მდგენელიც, რომ ამ არასწორი პოზიციონირებით საკუთარ რეპუტაციასაც იზიანებენ და ზოგადად ხდებიან, ასე ვთქვათ, იმ პროცესის ხელშემწყობი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანას არ ადგება
და იწვევს დემოკრატიის განადგურებას ამ ქვეყანაში. ადამიანის ჟურნალისტის ორკვირიანი პატიმრობა Facebook პოსტების გამო არის თავისუფლად სუნთქვის აი ამ 14 წლის თავზე ივანიშვილის ამ რეჟიმის თავარი ასე ვთქვათ ერთ-ერთი სიმბოლო იმასთან ერთად რომ ადამიანი რომელიც არის ძმა გიორგი სანაიასი რომელიც სწორედაც რომ თავისუფლების სადარაჯოზე იდგა და ამის გამო მოკლეს 2000 წლის წინ სწორედ რომ ფაქტობრივად მე ვარც ვიცი მისი გარდაცვალების დღეს თუ მის დაბადების დღეს ზუსტად არ მახსოვს მაგრამ რომელიღაც ამ დღეს შეხვდება ვახო სანაია მისი ძმა ამდენი წლის შემდგომ ციხეში